Როგორი უნდა იყოს იოგას გაკვეთილი? ვფიქრობ, ეს ვიდეო სასარგებლო იქნება არა მხოლოდ პრაქტიკოსებისთვის, არამედ ინსტრუქტორებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ გაკვეთილის დროს საზოგადოებაში ვიმყოფებით, მნიშვნელოვანია თავი ვიგრძნოთ განმარტოვებულად, საკუთარ თავთან თავისუფალ მდგომარეობაში. არ შევადაროთ სხვას საკუთარი თავი, ვინაიდან თქვენ უნიკალური ხართ და პრაქტიკის დროს ფოკუსირდით მხოლოდ საკუთარ პრაქტიკაზე. პროცესის მყუდროება და მდუმარება არ დავარღვიოთ საუბრით. თუნდაც ახლობელ ადამიანთან, მეგობართან, რომელიც იმ დროს თქვენთან ერთად პრაქტიკაზე არის. ჩვენ მასწავლებლები მზად ვართ, რომ დაგეხმაროთ როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად ინსტრუქტაჟის დროს და ამიტომ ყოველგვარი დახმარების სურვილი უმჯობესია მომართული იყოს მასწავლებლის მიმართ და არა თანაპრაქტიკოსების მიმართ. ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგია თითოეულ სტუდენტთან, როგორ მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია, როგორ გავამახვილოთ ყურადღება სიფრთხილეზე და როდის მოუწოდოთ ადამიანს მეტი აქტიურობისკენ. ამ პროცესზე ჩვენ პასუხისმგებლები ვართ და სტუდენტისთვის უმჯობესი იქნება თუ ის მშვიდად კონცენტრირებული იქნება მხოლოდ საკუთარ პრაქტიკაზე. თუ გაკვეთილზე დაგაგვიანდებათ, ეცადეთ რომ ისე შეხვიდეთ, რომ არ მიიქციოთ ზედმეტი ყურადღება. ამ დროს საერთოდ არ არის აუცილებელი მისალმება, მოკითხვა და ასე შემდეგ, ანუ ეს არ იქნება უხერხული. პირიქით, ანუ შეუერთდით მშვიდად გაკვეთილის პროცესს და მსვლელობას. როდესაც დაგვიანებული შევდივართ, უმჯობესია არ შევაწყვეტინოთ პროცესი, არ შევაწყვეტინოთ მიმდინარე ასანის ან ციკლის შესრულება და დაველოდოთ მასწავლებლის მინიშნებას და დავიკავოთ ამის შემდგომ სასურველი ადგილი. ხოლო როდესაც მათ ვშლით, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი არის, ჯობია რომ ჯერ მათი მოვათავსოთ იატაკზე და მერე უჩუმრად გავშალოთ ზედმეტი ხმაურის გარეშე. ელექტრონული მოწყობილობები უმჯობესია საერთოდ არ გქონდეს სივრცეში, მაგრამ თუ გვექნება თქვენი პასუხისმგებლობა, რომ გამართული გქონდეთ ხმა. შავასანას ჩვეულებრივ უთმობთ 5 წუთს, ეს არის აღდგენის და დასვენების ასანა, რომელიც ყველას ძალიან მოგწონთ. მაგრამ თუ იცით, რომ არ გაქვთ დრო შავასანასთვის და დაგეგმილი გაქვთ, რომ დროზე ადრე დატოვოთ სივრცე, გააკეთეთ ეს შავასანას დაწყებამდე, რომ სივრცის ან სიმშვიდე მთლიანობაში არ დაირღვეს. და ბოლოს, ნაცვლად იმისა, რომ ყურადღება გარეთ გადავითანოთ, კონცენტრირდით თქვენს შინაგან ძალებზე. გჯეროდეთ საკუთარი მაკურნებელი ძალების, რომლებსაც თქვენი პრაქტიკის დროს უკავშირდებით. აქციეთ თითოეული ასანა და ვინასა ერთგვარ ჯადოსნურ აქტად და ეს პროცესი ნამდვილ იოგად იქცევა, რაც მოგიტანთ შინაგან სიმშვიდეს, ჯანმრთელობას და ბედნიერებას.